Ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება 25 ნოემბერს 2 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია დაანონსდა. მათი თქმით, მაღაროელების გარეშე ოცნების სამინისტრომ და კომპანიამ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი, გამოცხადა უკანონო რეორგანიზაცია, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს 2000-მდე მშრომელი. ჭიათურელების ბრძოლის ჩასახშობად, როგორც იცით, 29 აპრილს დააკავეს პროტესტის 4 მონაწილე. მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი. ისინი დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. თამარ დემეტრაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. ჭიათურაში განუკითხაობა აცხადებენ უწყვეტი პროტესტის მონაწილე მაღაროელები, რომლებიც უკვე 270 დღეა კარვებში ყოფები აპროტესტებენ უსამართლობას. ისინი აქციას უკვე თბილისში ანონსებენ, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ის ლოკაცია, სადაც შეკრება იგეგმება. მაღაროელები ამბობენ, რომ ცრუ დაპირებებით მათ აიძულებდნენ, რომ გაჩუმებულიყვნენ, შეეწყვიტათ საპროტესტო მოძრაობა. სანაცვლოდ კი 4 დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას პირდებოდნენ, თუმცა სასამართლო პროცესების მიმდინარეობამ ისინი დაარწმუნა, რომ მათ გათავისუფლებას არავინ აპირებს. შესაბამისად, მაღაროელები, რომლებიც მათი თანამებრძოლების ინტერესების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იძულებულები გახდნენ აქტიურობას შეენელებინათ, დღეს ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. შესაბამისად, გააქტიურდება პროტესტიც. სხვათა შორის ასახელებენ ადგილობრივი პოლიციის უფროს როინ დვალს, რომელიც ამ დაპირებას სწორედ ხელისუფლების სახელით აძლევდა მათ. მათი ინფორმაციით, ქალაქშიც და მაღაროებშიც უმძიმესი მდგომარეობა 2000 ადამიანი ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის გამო თავისუფლეს და მათ შემოსავლის წყარო უკვე თვეების განმავლობაში არ გააჩნიათ, ხოლო ისინი, ვინც ახალ პირობებს დათანხმდა და ასეთი 1000-მდე ადამიანია გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. გეგმა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, არ შეცვლა და მათ გაცილებით მეტი სამუშაოს შესრულება უწევთ. გარდა ამისა, უკიდურესად მძიმეა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობაც. მაღაროელების ინფორმაციით, ლამის გაორმაგებულია მადნის ღია კარიერული მოპოვება. შევიდნენ ისეთ ტერიტორიებზეც, მაგალითად, სოფელ ზოჩით, სადაც ადრე მადნის ამოღება საერთოდ არ ხდებოდა. ეს ყველაფერი კი ჭიათურის რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. სხვათა შორის, წლების წინ ოცნებამ დროებითი სახელმწიფო მმართველი სწორედ იმ მოტივით შეიყვანა და დანიშნა ჭიათურ მანგანოში, რომ საწარმო ზიანს აყენებდა ქალაქს და გარემოს. ახლა კი ეს ზიანი ოცნების ხელისუფლებას როგორც ჩანს აღარ აინტერესებს, ისევე როგორც იქ დასაქმებული მუშები. ვერ გრძნობენ ადამიანები თავს დაცულად საკუთარ ოჯახებში, საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში. ითხოვენ ყველას და შველა არ ჩანს არსად, რადგან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მთავრობის ხელმძღვანელი არის ეს ადამიანები და ავალდებულებენ სამინისტროა თუ თანამდებობის პირებია, რომ ასეთ შემთხვევებში ყურადღება არ მიაქციონ ხალხის თხოვნებს. ფული განუკითხაობა, ვისაც შეუძლია ველურად გავლენებიდან გამომდინარე აკეთოს ფული ჭიათურაში, აკეთებს ფულს რომელი ადამიანების და აქ ცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ვირდებოდე, რომ პრემიერის სიტყვებით მოვდივარ, თუ შეწყვეტ შიმშილობას, აუცილებლად ბიჭებს გამოუშვებენ 2 თვის თავზე საუბარი იყო ივნისის თვეში. მაყურებელს შევახსენებთ, რომ საპროტესტო მოძრაობა ჭიათურაში მაღაროების დახურვას მოჰყვა, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა საწარმოს ახალი მმართველის მიხაილ სოცკის დანიშვნის და მის მიერ წამოწყებული რეორგანიზაციის შემდეგ. 2000-მდე ადამიანი საწარმოდან გაუშვეს, რაც ეხება დაკავებულებს, უკვე 7 თვეა 4 მაღაროელია დაკავებული. მათ ერთ-ერთი მაღაროს ხელმძღვანელზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. დაკავებულთაგან 2 ინციდენტის დროს ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, ამიტომ გამონახეს მარტივი გზა და აქტიურ მაღაროელებს ძალადობის ორგანიზება წაუყენეს ბრალად და ისინი ამ საშუალებით გაანეიტრალეს და ჩამოაშორეს პროტესტს. და როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, მათი გათავისუფლების დაპირებით გარეთ დარჩენილი აქტიური მაღაროელების განეიტრალებასაც შეეცადნენ.